გამარჯობა, დღეს უნდა გავსინჯო ფანტები. ეს არის ყურძნის ფანტა და მოდი გავიგოთ ერთად რა გემო აქვს. ნუ რა თქმა უნდა ყურძნის გემო იქნება, მაგრამ როგორია არ ვიცი. საერთოდ ქართულ ლიმონადებში ძალიან მიყვარს საფერავის გემო და ნახოთ ახლა ფანტა თუ გაამართებს ჩემს მოლოდინებს. ქართული ლიმონადი ჯობია. რაღაცნაირი გემოს ტოვებს ეს ყურძნის ფანტა, მე პირში არ მომწონს ამის გემო ყოველ შემთხვევაში, მეორე და აღარ ვიყიდდი არავითარ შემთხვევაში. მინდა გავსინჯოთ ესეთი ფანტა, რომელსაც ვიცი ეს მოვიტან, გვირილა და ლიმონი ახატია. ეს ფანტა გასინჯული მაქვს 2019 წელს გავსინჯე, მაგრამ გემო საერთოდ აღარ მახსოვს, ნეიტრალური გემო აქვს დაახლოებით და გამჭვირვალე სითხე ასხია. ნახოთ როგორი გემო იქნება. მე ამას უფრო კაი სუნი აქვს და მე მგონი ეს უფრო გემრიელი იქნება, ვიდრე ყურძნის ფანტა იყო. კი, ამას რაღაცა ციტრუსების გემო აქვს და გვირილის გემოც დაკრავს ოდნავ და ძალიან გემრიელია. ესეთი ქორფა არომატი აქვს და ამას მაგალითად მეორე და მესამედაც დავლევდი. ძალიან მომეწონა. ეს არის ფანტა ეგზოტიკ ზერო, ახლა ცოტა ახლოს მოვიტან. და არ აქვს შაქარი. მე მგონი ტროპიკის გემო ექნება, მაგრამ ტროპიკი მეორეა და ნახოთ აბა ამის რის გემო ექნება. აუ, თავსაფარი რომ მოძრო გამიკვირდა, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში თავსაფარი დამაგრებული აქვს ხოლმე. ეტყობა ეს ფაქტობრივად არის წარმოებული, რადგან ჯერები რომ ყველა დანარჩენს ლურჯი თავსაფარი აქვს და ამას თეთრი აქვს. ნახოთ. ძალიან გემრიელია. ეს კარგი არის, ამას დავლევდი. სხვადასხვა ხილი ახატია. და ძალიან გემრიელია, მართლა ტროპიკული ხილის არომატით არის. კარგია. შემდეგია ფანტა ტროპიკი. ნახოთ აბა ის გემო იქნება, სავარაუდოდ ჩვენებული ტროპიკის. ნახოთ როგორ მომიწონება შევხედოთ, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. ამასაც გამჭვირვალე ფერი აქვს და ნახოთ. კი, ჩვენი ფანტა ტროპიკის გემო აქვს ზუსტად. კარგია. ამასაც ვიყიდოდი, იმიტომ რომ ჯერეთი ისეთი გემო აქვს რა, უკვე რო იცი რა გემო იქნება და შენს მოლოდინს ნამდვილად ამართლებს და მოკლედ ყურძნის არ მომეწონა, დანარჩენი სამი ფანტა ძალიან გემრიელია და უწევ რეკომენდაციას. პირველ ადგილზე მე მაინც გავიყვანდი აი ამას, იმიტომ რომ უცხოა და გემრიელია. დანარჩენ ორ ადგილს გაიყოფდა აი ესენი და ბოლო ადგილზე გავიდოდა აი ეს ყურძნის ფანტა, იმიტომ რომ არ მომეწონა საშინლად. მადლობა რომ მიყურეთ, კარგად.